თქვენ ახსენეთ, რომ ეს ნარკომფარველობა და ასე შემდეგ, ეს იმდენად დიდი დანაშაულია, ამას ყავს მფარველები, მათ შორის მთავრობაში, თუ გაქვთ ამის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია, რა მასშტაბებზეა ლაპარაკი? ანუ ხა მე რო კონკრეტული ინფორმაცია მქონდეს, ალბათ ისე საჯაროდ იქნებოდა ცნობილი, მაგრამ მოწამოდგინეთ, რომ სულ რამდენიმე 2 თვის წინ, თუ არ ვცდები, ბათუმში თუ ფოთში დააკავეს რამდენიმე ასეული თუ არ ვცდები მილიონი დოლარის ჰეროინი. დიახ. და ხო ხვდებით რომ აი ვიღაცას რო ეს თუნდაც ჩვენ ქვეყნის გავლით ხდებოდეს ტრანზიტად იყოს თან ჩვენ ქვეყანაში მოდიოდეს ეს აი ესეთი მასშტაბის არალეგალური რაღაც ტრანზაქცია რო ხდება თუ რა გონიათ რომ ის არ არის შეთანხმებული ქაურ ძალოვნებთან ასეთი რაც უბრალოდ არ ხდება ეს არის რაღაც ჩვენი სპეციფიკური საქართველოსი ეს არის რაღაც ამერიკაში 30-იან წლებში დაიწყო როცა იქ ალკოჰოლი აკრძალეს გარყნა მთელი პოლიცია და აქაც იგივე ხდება იმიტომ რომ შეუძლებელია დაახლოებით რომ ნახოთ რამდენი არალეგალურად მოიხმარება ჰეროინი და შედარებით ლეგალურ მოხმარებას, აი რამდენიც ლეგალურ ბრუნვაშია, აი ლეგალური ბრუნვა ნარკომოხმარებლებს ეყოფათ 1 დღე. დანარჩენი 364 დღე. ისინი არალეგალურ ბრუნვის ხარჯზე ცხოვრობენ, ასე ვთქვათ. და ეს საუბარია ტონობით ჰეროინზე. აი ქვეყანაში ტონობით ჰეროინი მოძრაობს სხვადასხვანაირად და ეხლა რაც ხდება დაჭერებით, ერთ-ერთი რაც შტაბეჭდილებას ტოვებს, უბრალოდ იცვლება მფარველები. წავიდა წინა სუსის რაღაც გუნდი, წავიდა სხვა ძალოვნები და სხვა ჩაბარდეს და ამიტომ დაბალ დონეზე ვიღაცებს იჭერენ.